ერთ-ერთ ბოლო ექსპედიციაში ნიკობარის და ანდამანის კუნძულებზე ქორმა დრონი მომპარა. ძის ჩასვლას ვიღებდი, თითქოს უწყინარი სიტუაცია იყო, როცა ქორმა ჩართული დრონი გაიტაცა. ქორმა დრონი ბუდეში მიიტანა შვილებთან. მე კი მივსდევდი ხან ფეხით, ხან მოტოთი. ბოლოს მაინც ადგილობრივები დაგვეხმარნენ, მიაგნეს ბუდეს, აძვრნენ 30 მეტრიან ხეზე და დრონი უვნებლად დაგვიბრუნეს. თავიდან როცა სმარტფონი და ინტერნეტი ასეთი ხელმისაწვდომი არ იყო, საერთოდ სხვა ტიპის იყო მოგზაურობა. რამდენი რამე რაც ვერ გადავიღეთ იმის გამო, რომ ან კამერა დაჯდა, ან დამტენი არ მქონდა, ან მეხსიერების ბარათი შეივსო. ახლა სხვანაირად არის, რუკები, კომუნიკაცია, ნავიგაცია, ყველაფერი ციფრულია და ერთ ტელეფონშია. ამ ყველაფერს აქტიურად ვიყენებ ჩემს ერთ-ერთ საქმიანობაში, სადაც მსოფლიოს გარშემო ექსპედიციებს ვაწყობთ. თანამედროვე ტექნიკაც კიდევ უფრო კომპაქტური გახდა და უკვე ჯიბის ზომის არის. ხარისხი კი გაუმჯობესდა. მაგრამ ჩემი აზრით ტექნოლოგიური სიახლეები ჯერ კიდევ წინ არის. სათავგადასავლო მოგზაურობაში შეგრძნებების სხვებისთვის გაზიარება ჩემი ერთ-ერთი მთავარი мотиваციაა. შემდეგი ექსპედიცია ვანუატუა. ვულკანზე და ტომებში მივდივართ გადასაღებად და წინასწარ იმის დაგეგმა თუ რა წაიღო, რა დაგჭირდება, ეს კიდევ ცალკე პროფესიაა.